ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 2015 წლის 29 მაისს ოფიციალური ხელშეკრულება შპს ექტოტექნიკურ კომპანიასთან გაფორმდა, რომელმაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილ 116.500 ლარად გაწერილ ვადებში მოაჯირების მოწყობითი სამუშაოები უნდა განახორციელოს. მუნიციპალიტეტის გამგებელმა რობიზონ გვენეტაძემ დღეისათვის არსებულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. რაიონის პირველი პირის ინიციატივით მდინარე ტყიბულას სანაპირო ზოლის 500 მეტრიან მონაკვეთზე, ეგრეთ წოდებულ ძველი ბაზრის ტერიტორიაზე, ახობაძის ქუჩასთან კეცხოველის ხიდის გასწვრივ ბეტონის ჯებირების შეცვლა ახალი რკინა-ლითონის კონსტრუქციით აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნული საქმიანობა ვალდებულმა კომპანიამ აღნიშნულ ვადაში 29 ივლისს უნდა დაასრულოს. ჩვენი ფირმა, რომელიც ტენდერში გამარჯვებულია და მონაწილეობს მოაჯირების აღდგენაზე და გაკეთებაზე ქალაქ ტყიბულში. შეკრულება გაფორმებულია ქალაქის გამგეობასთან. გვაქვს 29 ივლისი ბოლო ვადა. ორთვიანი 60 დღიანი ის არის. ამ 60 დღეში უნდა დამთავრდეს ეს სამუშაოები. სულ არის 147 ასეთი მოაჯირი დასაყენებელი. ვადებში ჩავეტევით და მგონი ქალაქის და ხელმძღვანელობაც კმაყოფილი დარჩება ამ ფირმის მუშაობით. რა თქმა უნდა მოხსნათ ეს მოაჯირები რო კეთდება და ძალიან მოხარული ვართ აი ამ საქმის. სულ მდგომარეობას ვხვდი და ესე ხდებოდა. ავარიები ხდებოდა და აი სულ უსიამოვნო შეგრძნება იყო რომ დავინახავდით აქ. თქვა დაცული ექნება და ძალიან კარგი იქნება და ხელმძღვანელობის მადლობელი ვართ. ტყიბული მუხურის საავტომობილო გზის მონაკვეთის ბეტონის საფარეთ მშენებლობა საქართველოს მთავრების დადგენილებით პროექტების ფონდის ფარგლებში 2013 წლიდან დაიწყო და 3 ეტაპად გაიყო. ტენდერში გამარჯვებულმა ფირმამ შპს ტობემ 2013-2014 წლებში 5 კილომეტრიანი გზის მშენებლობა 952.240 ლარის ფარგლებში დაასრულა. ამჟამად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს პროექტის მესამე ნაწილის გასაგრძელებლად. შპს-ის აპოვნელამ 3 კილომეტრიანი მონაკვეთის ბეტონით რეაბილიტაცია მუხურის სოფლის ცენტრამდე 523.480 ლარით გათვალისწინებულ ხარჯ-დაღრიცხვაში უნდა განახორციელოს. რობიზონ გვენეტაძე ადგილზე გაეცნო ფირმის მიერ წარმოებულ სამუშაოებს. საქმეთა მწარმოებელს და შემსრულებელ პირებს მან მითითებები, შენიშვნები და საკუთარი მოსაზრებები გაუზიარა. 2 კილომეტრი და 800 არის წლევანდელი ამ წლის გასაკეთებელი. და ფაქტიურად უკვე მესამედი დავრჩა რა და ასაკეთებ სულ 3.500 კილომეტრი 3.500 ვარადული მეტრი. განაჩენი გაკეთებული. სამუშაოები დაიწყო ამ წლის 28 აპრილს. დასაგებია 2800 გრძივი მეტრი 2300 კუბი ბეტონი. მიმდინარეობს სამუშაოები ასრულებს შპს საპოვნელა პლუსი ზედამხედველები გვყავს ინსპექტორების ჯგუფი ამოწმებს და ისის ბოლომდე გვაქვს ობიექტის დამთავრების ვადა. ყველაზე დიდი მესამე ინფრასტრუქტურული ობიექტი სპორტის სასახლის რეაბილიტაცია ეს გარდამავალი პროექტია, რომელიც 2013 წელს დაიწყო და ინტენსიური სამუშაოები ამჟამადაც მიმდინარეობს. სამშენებლო საწარმო, გაერთიანება იმერეთი, დღეის მონაცემებით ტიხრების ამოყვანას, შიდა კედლების შელესვას და ნულნიშნულზე ბეტონის ფილის მოწყობას აწარმოებს. 2015 წელს აქ 200.000 ლარის სამუშაოები უნდა შესრულდეს. დარჩენილი 1,52,877 ლარის სარეაბილიტაციო საქმიანობა მომდევნო წელს იგეგმება და 2016-ში ეს უნიკალური შენობა სრული დატვირთით შევაკეთეთ ექსპლუატაციაში. მიმდინარე წელს გათვალისწინებულია 200.000 სამუშაოების შესრულება, რაც გულისხმობს 155 კუბამეტრი კედლის აშენებას, რომელიც ენაცვლება დემონტაჟში გათვალისწინებულ მოცულობას. შესაბამისი ლესვით გათვალისწინებულია არსებული მოედნის მოწყობა, რაც ითვალისწინებს ღორღის საფუძველის მოწყობას და რკინაბეტონის ფილის მოწყობას. არის ლესვითი სამუშაოები 1000 კვადრატის მოცულობით, არის წინა ფასადზე ვიტრაჟის ქვეშ ცოკოლის მოწყობა. ძირითადად
ეს არის ამ ეტაპის სამუშაოები. დავიწყეთ 15 ივნისს და უნდა დასრულდეს აგვისტოს ბოლოს. მუნიციპალიტეტის გამგებელი რობიზენ გვენეტაძე დამაკმაყოფილებლად აფასებს ტყიბულში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე წარმოებულ საქმიანობას და ჩვენს გადამყრებ ჯგუფს არსებულ ვითარებაზე მისი შეხედულებები გაუზიარა. 14% უნდა გახორციელდეს ინფრასტრუქტურული კუთხით, მაგრამ დღეს ჩვენ მოვინახულეთ მხოლოდ 4 ობიექტი. ეს ამ ობიექტებიდან ახლა ვიყოფებით ერთ-ერთზე. ყველაზე მსხვილი ობიექტია, ეს არის სპორტის სასახლე, რომლის მშენებლობა გრძელდება, რეაბილიტაცია უпроსტად გრძელდება და ჩვენი გათვლებით უნდა დამთავრდეს მომავალ წელს. წელს გამოყოფილი ჰქონდა 200,000 ლარი. დაგვიმტკიცა ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტრომ, გამოავლინეთ კონტრაქტორი და მიმდინარეობს გრაფიკის მიხედვით მუშაობა. სამუშაოები მიმდინარეობს დამაკმაყოფილებელად, კარგი პირი უჩანს, დისციპლინირებული ხალხია, სამუშაოს კულტურა ესმით. ხდება სამშობლო ნაგავის გატანაც და 2 თვის განმავლობაში ათვისებული ექნებათ ის თანხა, რაც არის გამოყოფილი ამ ეტაპზე. ეს ობიექტი აღარ შეიძლება გაიწეროს და გაეტაპდეს და ვფიქრობთ, რომ მომავალ წელს იყოს ამ ობიექტის დამთავრების წელი და 1,200,000 გვექნება გამოსაყოფი. საბრძოლი ამ თანხის გამოყოფისთვის და დასამთავრებელი და ობიექტი იქნება საეტაპო მნიშვნელობის ტყიბულისთვის, არა მარტო ტყიბულისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის და განსაკუთრებით ჩვენი იმერეთის რეგიონისათვის. ისეთი პარამეტრები აქვს ამ ობიექტს, ისეთი მოცულობა და ისეთი აკმაყოფილებს, ისეთი ნორმატივებს, რომ ნებისმიერი რანგის შეჯიბრება შეიძლება მოეწყოს. ნებისმიერი რანგის და მივიღებთ ნებისმიერი რანგის სტუმარს. რა შეგიძლიათ თქვათ ჟპს საპოვნელოს მუშაობის შესახებ? თქვენ აკვირდებოდით იქ რაღაც შენიშვნებით შეიტანეთ, რაღაცას უსწორებდით, როგორ მუშაობს ეს ფირმა? ხო, ეს ფირმა დაკავებულია ტყიბული მუხურას გზის ბეტონის საფარის მოწყობით. დღეს ჩვენ დავათვალიერეთ ეს შენიშვნები ჰქონდა ხარისთან დაკავშირებით. ჯერ კიდე როცა ავდიოდით ამ სოფელში იმდენად შესამჩნევი იყო, თვალსაცემი იყო ის ბეტონის ნარჩენები, რომლებიც უკვე გაკეთებულ გზებზეა დასხმული და აკურატულად არ არის გაკეთებული. უბრალოდ ყურადღება არ აქვს მიქცეული. დანაკარგიც ბევრია ამ ბეტონის და ასევე ეს ბეტონი გადმოქცეული ბეტონი ხმობის მერე აფუჭებს იერსახესაც და საფრთხეს უქმნის ადამიანების გადაადგილებას. მივეცით ამაზე შენიშვნა. პარამეტრებს ახლა სისქე აკმაყოფილებს, სიგანი აკმაყოფილებს და მუშა პროცესში ჩვენ მივახცევთ იმას, რომ აბსოლუტურად იდეალურად იყოს მიახლოებული პროექტის მონაცემებს. თუ იტყოდით მაინც საცურაო აუზი? საცურაო აუზი არის ჩემთვის და ქალაქისთვის დღეს ნომერ პირველი ობიექტი, იმიტომ რომ საცურაო აუზის მშენებლობა რეაბილიტაცია გადავიდა დამამთავრებელ ფაზაში. ჩვენს როგორც ახლა ინფორმაცია მაქვს, ბოლო გუშინ საკრებულოზე შევიდა ცვლილება გამოყოფილი თანხისთან დაკავშირებით, ანუ ცვლილება შევიდა ბიუჯეტში 206,000 გამოგვეყო. ჩვენ ახლა რამდენიმე დღეში უკვე შეგვიძლია გამოაცხადოთ ტენდერი შემსრულებელზე, იქნება მზადყოფნა იმისთვის, რომ ობიექტი საცურაო აუზი ტყიბულელებს გადაეცეს აგვისტოს ბოლოსათვის და დაგვიბრუნოს ტყიბულელებს ის სიხარული, რაც ჰქონდა ჩვენ ბავშვობაში. საცურაო აუზი იყო ჩვენი სავიზიტო ბარათი. და მინდა რომ ეს ამ კუთხით, ამ ინფრასტრუქტურული ობიექტის კუთხით ჩვენი ტრადიციების დავებრუნოთ, რა ტრადიციებიც ჰქონდა. რაც შეეხება მოაჯირების მონტაჟს, მე მინდა ეს გითხრათ, რომ ეს უკვე არ კეთდება რეგიონული განვითარების სამინისტროს ხარჯებით, არც მუნიციპალურის, ეს ჩვენ თვითონ მოვიპოვეთ საკუთარი შემოსავლებიდან. მოვიძიეთ საკუთარი შემოსავლები, იმიტომ რომ ეს არის ობიექტი, რომელიც აბსოლუტურად საფრთხეს უქმნიდა ყველა გამავალ ადამიანს და როგორც იტყვიან რამდენიმე შემთხვევაც კი იყო ადამიანების გადავარდნის იმ კალაპოტში და ჩემთვის ეს პირადად როგორც მშენებლისთვის იყო სამარცხვინო. ჩამოსვლის დღიდან ვიჯექი მაგიდასთან და ვფიქრობდი, რა უნდა გამეკეთებია, რომ ეს ყოფილიყო რადიკალურად შეცვლილი. და მივახციეთ იმას, რომ კარგი პროექტანტი ვნახეთ, ტენდერით მოვძებნეთ, კარგი შემსრულებელი მოვძებნეთ, მასიური სახის ნაკეთობები შევქმნით, რამდენიმე ესკიზი ჰქონდა და მე ვფიქრობ, რომ ის მონაკვეთი, რასაც ქვია ძველი კეცხოველის ქუჩა, 500 მეტრიანი მონაკვეთია, სანიმუშო და სანიმუშო იქნება სილამაზით, ესთეტიკით და უსაფრთხო ზონას გავხდეთ, როგორც მინიმუმ.